დღეს მე და გიორგი შევხვდით ერთმანეთს. ალბათ ინტერნეტ სივრცეში იცნობთ გიორგი პარიზს, ხო? სოციალურ ყველგან. ხო, მეც ასე ვიცნობ გიორგის, როგორც ძალიან ელეგანტურ ახალგაზრდა ადამიანს. აი გიორგის ვხედავ ინტერნეტში, აი ჩემს იმიჯში არის ეს ძალიან ელეგანტურად, მოდურად ჩაცმული ახალგაზრდა ქართველი ადამიანი და გიორგი პარიზს ესე ჩამომახსოვრდა მეც. ძალიან მოგიზავ შეფასებისათვის ყოველთვის მიგულეთ თქვენ გვერდით და ყოველთვის იცით რომ არის ადამიანი ვისაც შეუძლია რომ თქვენ გაგაგიოთ მეგობრულად და არაფერი ადამიანების ფასიდან. რათა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, თავარი ესაა რომ დავწით ადამიანი და ვიყოთ ადამიანებად და არ ორიენტირდეთ სხვა რაღაცებიდან. და მე ძალიან გამიხარდა რომ გიორგიც აღმოჩნდა საქართველოში. მადლობ რომ დამიკავშირდით, გადავიკვეთეთ, გავიცანით ერთმანეთი. გიორგი საქმიანობს სამოგზაურო travel-agency ხო? ანუ ქართულად ზუსტად როგორ გამოდის ეს? ტურისტული კომპანია საფრანგეთში. ტურისტული კომპანია საფრანგეთში. ანუ თუ გინდათ მოგზაურობა დაუკავშირდით გიორგის, თუ გინდათ უძრავი ქონება დამიკავშირდით მე და თუ გინდათ პოზიტივი დავიკავშირდით ორივეს. ყველაზე მაგარი რაც არის ეს არის რომ წარმატებული ქართველები უცხოეთში და მახარებს ის რომ ბევრი ვართ ესეთები ოღონდ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ ესეთმა ქართველებმა და რო გავიგე რომ ბატონი გიდო იმყოფებოდა საქართველოში არ შემეძლო პირადად არ გამეცნო არ გავსაუბრებოდი იმიტომ რომ ძალიან მიხარია წარმატებული ქართველები და პირადად ესე პირდაპირ არ მithქვავს მაგრამ ესე მინდა გითხრა რომ ვამაყობ მეც ვამაყობ რომ აი ესე წარმატებით მიგიხართ თქვენ საქმეში და ოჯახური და ტკბილი ურთიერთობები ხო საერთოდ. მე ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ახლა ხო ვიცნობთ ერთმანეთს და ვიცნობთ ყოველ ჩამოსვლაზე ვიცი რომ შევხვდებით და ალბათ ამ ჩამოსვლაზეც კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ვიგულეთ მეგობრად, ვიგულეთ საქმის პროფესიონალად ორივე თუ უძრავი ქონება გაინტერესებს უკეთეს პროფესიონალს ფიზიკურად ვერ ნახავ რა ვიცი მაგრამ იქნებ მე არ მეგულება მე მგონი რომ არ არსებობს და თუ ამის მერე ვინმე იქნება უკეთესი ბატონი გიდოს აღზრდილი იქნება იცოდეს ის თუ გამოვდის უკეთეს და მე პირადად ვიცი რომ პარიზში რო წავალ შემდეგზე ვის უნდა დაუკავშირდე. მადლობა ძალიან დიდი მადლობა და ერთმანეთი დავაფასო და გავადიეროთ ქართველებმა ყველგან ყოველთვის გავადიეროთ ერთმანეთი ყველაზე მაგარი რამე ეს არის რა ადამიანური ურთიერთობები დავაფასოთ დღეს ბედნიერი ვარ ძალიან მიხარია რომ ეხლა ბატონი გიდოს გვერდით ვარ და შეგვიძლია რომ ერთმანეთს ესე ვესაუბროთ და იმდენი კარგი რჩევა მივიღეთ. ეს მეყავს ხოლმე ყველაზე მეტად წარმატებული ქართველებისგან. ანუ იმდენად პროფესიონალურ, იმდენად სასიამოვნო რჩევებს გადებს თან ცხოვრებისეულად გესაუბრება. სადაც ისეთი ანალიზი შეიძლება გამოიტანო, რომელიც ცხოვრებაშიც და საქმეშიც, ხო? იმდენად შეიძლება გამოგადგეს, ეხლა რომ მესაუბრებოდა ბატონი შეიძლება განსაზღვრული არც ქონდა. ან რომ მესაუბრებოდა რომ მე რაღაცებს დავიჭერდი, რომელსაც შემდეგ ჩემ ცხოვრებისეულ ეტაპებში გამოვიყენებდი. და მადლობა რომ აი ესეთ ნაყოფიერი საუბარი ჩემთვის ბევრი რამე იმ დროში რაც ვიგებდა საუბრობთ, იმდენი რამე იყო სასწაული ჩემთვის გასააზრებელი, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება არის სხვა რაღაცა და არასდროს არ იხერხულოთ არც რჩევები, არც მოსმენა არის ყველაფერი რომ უნდა მოусმინოთ ადამიანებს, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, ცხოვრებისეული თუ სახის. და ეს არ არის ეს პირით თუ გინდა გაიზარდო ბატონი ჯოსნაირ ადამიანებთან ერთად უნდა იყო. ძალიან ბევრი რამის ისწავლი ცხოვრებაში. გაიხარე, ეს არ იყო დაგეგმილი, უბრალოდ ეს იყო შეხვედრა ორი ქართველი ადამიანის და ექსპრომტად ძალიან სასიამოვნო და კიდევ ბევრჯერ შევხვედროთ. გიყვარდეთ ერთმანეთი. კარგად.